ალბათ დასავლეთში ჩაატარონ მათთვის ესოდენ საყვარელი სოციოლოგიური კვლევები იმის გასარკვევად, რატომ არიან LGBT თემის წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებულად აგრესიულები. ასევე არ იქნება ცუდი თუ ეს კვლევა გაგვცემს პასუხს კითხვაზე, რატომ გამოირჩევიან LGBT თემში ყველაზე მეტი აგრესიულობით მაინც და მაინც ტრანსგენდერები. ნეშვილის სკოლაში მომხდარ ტრაგედიას, როცა ტრანსგენდერმა ბავშვები და მასწავლებლები გადახოცა, მხოლოდ აგრესიასაც ვეღარ ვუწოდებთ. ეს პირდაპირი ტერორიზმია. ასევე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ტრანსები თავიანთი კოლეგა ქუიარების მიმართაც. გახსოვთ ალბათ ლესბოსელების აქციები ლონდონში, რომლებსაც ტრანსები სექსუალურად ავიწროებდნენ. ჩვენც ხომ ქალები ვარ და ჩვენთან რატომ არ გინდათ სექსიო. მაგრამ განსაკუთრებით აგრესიულები არიან ტრანსგენდერები პოლიტიკურ საკითხებში. მათი ეს აგრესიულობა ბუნებრივია ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გახდა შესამჩნევი. თავდასხმები, დარბევები, ვანდალიზმი და ასე შემდეგ. პოლიციის ცნობების მიხედვით ყველგან ფიგურირებენ ტრანსები. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრანსებმა ვანდალიზმის კონკრეტული მიმართულება შეიმუშავეს და მიზანში სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი ილონ მასკი ამოიღეს. ტრანსგენდერებმა როგორც ჩანს ძალიან ბევრი იფიქრეს და მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ტესლას ელექტრომობილებს, ტესლას ცენტრებს და ტესლას დამტენ სადგურებს დაერივნენ. როგორც ჩანს, მათი მოკლე ჭკუით ესეც ტრამპის პოლიტიკაზე შეტევაა. ილონ მასკი ხო ტრამპის მეგობარია, ტესლას კი მასკის ქარხანა უშვებს, ელექტრომანქანებს დამტენი სჭირდებათ. ესე იგი, თუ ამ დასატენ სადგურებს დაამტვრევენ მასკზე და მის მეგობარ ტრამპზე, შურს იზძიებენ. იმის გამო, რომ პომადიან კაცებს ქალების სპორტში აღარ უშვებენ და კაბიან მამრებს ჯარიდან ყრიან. დარავსთავარია, ბუნებაში მხოლოდ ორი სქესის არსებობა ტრანსებს დღემდე მოსვენებას არ აძლევს. გარდა ამისა, LGBT ორგანიზაციები, გარყვნილების სხვადასხვა ფონდები და თავად ტრანსგენდერები მასკს ვერ პატიობენ და ალბათ ვერასდროს აპატიებენ USAID-ის დახურვას, ათასობით ქუიარის უმუშევრად დატოვებას, LGBT ორგანიზაციებისათვის მილიონობით დაფინანსების შეწყვეტას და ასე შემდეგ. რაც თავარია, მთელი თავისი ბოღმა და აგრესია გააერთიანეს და ერთდროულად რამდენიმე ქალაქში შეუტიეს ტესლას ელექტრომობილებს. ამ ძალადობრივ ქმედებებს თავისი ტრანსი გმირების კი გამოუჩნდათ. მაგალითად, კოლორადოში თავი გამოიჩინა ვითომ ქალად გადაკეთებულმა მამრმა ლუსი ნელსონმა, რომელსაც ადრე ჯასტინის სახელით იცნობდნენ. იგი რამდენიმე დღის განმავლობაში დადიოდა ტესლას ცენტრებში და ესროდა ელექტრომობილებს მოლოტოვის კოქტეილებს. ასაფეთქებელი ნივთიერება რომ ამოეწურებოდა, საღებავი ღებავდა და აფუჭებდა მანქანებს. რამდენიმე ვანდალური აქტის შემდეგ ლუსი დააკავეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, რადგან სასამართლოს მიერ დაწესებული $100,000 გირაო LGBT ფონდებმა მაშინვე შეიტანეს ლუსის თუ ჯასტინის სახელზე. ხომ არ გესწრობათ ლიბერალური ფონდების საქმიანობის სტილი? დააშავე, დაარღვიე, დააზიანე და არ ინერვიულო, გირაოს ჩვენ გადაგიხდით. საქართველოში $5,000, ამერიკაში $100,000. საერთო ჯამში ამ ერთმა ტრანსგენდერმა რამდენიმე $100,000 ზარალი მიაყენა მასკის კომპანიას, რის გამოც მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუ რას ნიშნავს ტრანსგენდერი ამერიკულ კაცების ციხეში, ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის, იგივე დოჯის ხელმძღვანელად დაინიშნა, ტრანსგენდერებმა მისი კომპანიის ტესლას წინააღმდეგ რადიკალურ მეთოდებს მიმართეს და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში ტესლას ავტომობილებს, სადილერო მაღაზიებს და ელექტრომობილების დამტენ სადგურებს ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილებითა და სხვადასხვა ნივთებით დაესხნენ თავს. მიზეზი მარტივია. მასკი ისევე როგორც ტრამპი აღიარებს მხოლოდ ორ სქესს, მამაკაცს და ქალს. მხარს უჭერს ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებებს, რის შემდეგაც ათასობით ქუიარი გაათავისუფლეს. LGBT ორგანიზაციებისთვის მილიონობით დაფინანსება შეწყვიტეს. ტრანსებს ქალთა სპორტში მონაწილეობა აუკრძალეს და ასე შემდეგ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის რადიკალი მოწინააღმდეგეები ილონ მასკს არც მანამდე ხვარობდნენ. თუმცა ვანდალიზმამდე საქმე ადრე არ მისულა. მასკმა LGBT ლობისთან აქტიური ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა შვილმა სქესი შეიცვალა. ერთ დღესაც ამერიკელმა მილიარდერმა ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა: ჩემი ვაჟი მოკლეს. Your son is dead. ტრაგედია მასკების ოჯახში 2020 წელს დაიწყო.
მასკის ვაჟმა სქესი შეიცვალა და ქსავიე მასკის ნაცვლად ვივიენ ჯენა უილსონი გახდა. მაშინ ის 18 წლის იყო. მე ფაქტობრივად მომატყუეს, როცა ქსავიერთან დაკავშირებით რაღაც დოკუმენტებზე ხელი მომაწერინეს. ეს მანამდე მოხდა, ვიდრე რაიმეს გავიაზრებდი. თან კოვიდიც ვქონდა, ასე რომ ბევრი გაურკვევლობა იყო. მითხრეს, რომ თუ ქსავიერი ამას არ გააკეთებს, მან შეიძლება თავი მოიკლას. მოტყუებით მიღებული თანხმობის შემდეგ კი ექიმებმა მის შვილს სტერილიზაცია გაუკეთეს. ის უკვე გოგოა. ჩემი ვაჟი ვოუკიზმის იდეოლოგიამ გაანადგურა და მე დავიფიცე, რომ ამის შემდეგ მეინსტრიმული აზროვნების ვირუსს გავანადგურებდი. ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი გვაქვს. აცხადებდა მაშინ მასკი. შედეგად ის LGBT მფარველების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე დიდი ხანია არის. მასკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებამ კი როგორც ჩანს სრულად გამოიყვანა წყობიდან LGBT ლობი და ისინი აგრესიულ ქმედებაზე გადავიდნენ. ტესლას ავტომობილების, სადილერო მაღაზიების და ელექტრომობილების დამტენი სადგურების განადგურება ტრანსებმა მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დაიწყეს. როგორც საგამოძიებო მასალებიდან გაირკვა, ათეულობით მანქანაა დაზიანებული. ამას დამატებული ოფისები. პოლიციამ 4 პირი დააკავა. საქმეზე მათ ბრალი ავტომობილებისა და ტესლას ქონების დაზიანების გამო წაუყენეს. მათ შორის იყო 42 წლის ტრანსგენდერი ქალი ლუსი გრეის ნელსონი, რომელიც სავარაუდოდ ეგრეთ წოდებულ მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა ავტომობილებს და კოლორადოს ტესლას სადილერო ცენტრს დააწერა ნაცისტური მანქანები. ემოციური არასტაბილურობის გამო ტრანსი დედასთან ერთად ცხოვრობს და ინტერნეტში საკუთარ თავს პატარას უწოდებს. ლუსი გრეის ნელსონი, რომელიც წინა ცხოვრებაში როგორც ჯასტინ თომას ნელსონი ისე ცხოვრობდა, ბრალდებულია ჩრდილოეთ კოლორადოს, ლავლენდის ტესლას სადილერო ცენტრისა და მანქანების მრავალჯერადი დაზიანებისთვის. ნელსონი 24 თებერვალს ღამით დააკავეს, როდესაც ის ტესლას ცენტრში მორიგ ჯერზე მივიდა. დაკავებისას მას აღმოუჩინეს აალებადი ნივთიერებები, საღებავის ქილები, ბენზინი, ცარიელი ბოთლები და საწვავით გაჟღენთილი ნაჭრები. ტრანსი მორიგი ვანდალური აქტის შესასრულებლად იყო მისული, თუმცა ამჯერად მანქანების გადაწვა ვეღარ შეძლო. ნელსონი, რომლის სქესიც მართვის მოწმობასა და ლავლენდის პოლიციის აღრიცხვის ფურცელზე ქალად არის მითითებული, ფედერალური ბრალდებით სხვისი ქონების განადგურებისთვის დააკავეს. მაგრამ სასამართლომ, რომელშიც ჯერ კიდევ მრავლად არიან წინა ადმინისტრაციის მიერ ჩანერგილი LGBT მყარებლები, არ ჩათვალა ტრანსის საზოგადოებისთვის სახიფათოდ და $100,000 გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. თუმცა გამოძიება საქმეზე გრძელდება. ფედერალური ხელისუფლება, რომელმაც საქმე ჩაიბარა, არ აკონკრეტებს ნელსონს ბრალი წაყენებული აქვს როგორც კაცს თუ როგორც ქალს. ნელსონის მამამ, 82 წლის კლეიბორნ ნელსონმა The Post-ს განუცხადა, რომ ბოლოს შვილს ტელეფონით იანვარში ესაუბრა. რამდენიმე წლის წინ სახელი ლუსიზე შეიცვალა. ის 40 წელზე მეტის არის, მაგრამ დედასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მას უვლის. ემოციური პრობლემები აქვს, ვერ შეძლო სამსახურის შენარჩუნება. უფროსი ნელსონი კი ეცადა მისი შვილის მიმართ საზოგადოებაში სენტიმენტები გამოეწვია, მაგრამ ბოლოს მაინც ის თქვა, რაც რეალურად არის. კლეიბორნის განცხადებით, მისი მთელი ოჯახი დემოკრატიულ პარტიას უჭერს მხარს და ამის გამო მათ აქვთ კარგი მიზეზი არ მოსწონდეთ ამჟამინდელი პრეზიდენტი. შვილზე საუბრისას კი განაცხადა. არც პრეზიდენტის და არც ილონ მასკის მომხრე არ არის, ამის მეტი არაფერი ვიცი. სამაგიეროდ უფრო მეტის თქმა შეუძლია თავად ლუსი გრეის, ყოფილი ტომას ნელსონის სოციალურ ქსელს, სადაც ნელსონი თავის ტრანსგენდერულ გარდასახვას აღწერს. ფოტოზე, რომელიც 2021 წელს აქვს გადაღებული, ჩანს როგორ მოირგო შუახნის კაცმა იასამნისფერი კაბა. ფოტოს ახლავს წარწერაც. პატარას პირველი კაბა აქვს. მოკლედ ფაქტია, რომ 2025 წლამდეც უნდა მიექციათ ყურადღება ამ ადამიანისთვის, მაგრამ წინა წლებში ხომ ნელსონისნაირი ადამიანებისთვის ყველა კარი იხსნებოდა. საკვირველია რაიმე თანამდებობაზეც რომ არ განამწესეს. ლავლენდის პოლიციამ აღნიშნა, რომ ნელსონის მიერ ჩადენილი ქმედებები სერიოზულ საფრთხეს შეიცავდა. ვანდალური აქტების პარალელურად შეიქმნა მოძრაობა Tesla Takedown, რომელიც მოუწოდებს აქციონერებს გაყიდონ თავიანთი Tesla-ს აქციები, ხოლო ავტომფლობელებს გაყიდონ თავიანთი Tesla-ს მანქანები. რადგან მასკი ხელმძღვანელობს პრეზიდენტ ტრამპის ხარჯების შემცირების სამუშაო ჯგუფ Dodge-ს, რომელმაც იანვრიდან მოყოლებული 62,000-ზე მეტი ფედერალური სამუშაო ადგილი შეამცირა. ამ მოძრაობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მსახიობმა ალექს ვინტერმა ჟურნალ Rolling Stone-თან საუბარში განაცხადა, რომ 100-ზე მეტ Tesla-ს სადილერო ცენტრთან საპროტესტო აქციები გაიმართა.
თუმცა სტატიაში ამ შემთხვევაში ძალადობა არ ყოფილა წახალისებული. პრეზიდენტმა ტრამპმა მომხდარ ვანდალურ აქტებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტესლას საწარმოების წინააღმდეგ ძალადობა შიდა ტერორიზმად ჩაითვლება, რადგან ისინი დიდ ამერიკულ კომპანიას აზიანებენ. მომხდარს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი პემ ბონდიც, რომელმაც დემოკრატები ტესლაზე თავდასხმის წაქეზებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრმა, ჟასმინ კროკეტმა, განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ მის დაბადების დღეზე ტესლას ავტომობილებზე თავდასხმები მოხდებოდა. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს ძალადობის წაქეზებაა. მისი განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტესლაზე შეტევები იზოლირებული შემთხვევები არ არის. ბონდიმ მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმა დაგმო და ტრამპის მსგავსად მანაც აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ვანდალიზმს სცდება და შიდა ტერორიზმად ხასიათდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის თქმით, ძალადობრივ თავდასხმებში ტრანსგენდერების სიმრავლე ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ აფინანსებს USAID ტრანსგენდერებს მთელ მსოფლიოში. ის ფაქტი, რომ ტრანსგენდერი აქტივისტები ასე ხშირად მონაწილეობენ სასტიკ ტერორისტულ აქტებში, სროლა სკოლებში, არეულობა ქუჩებში, ტესლას ავტომობილების დაწვა, გვიქმნის იმის წარმოდგენას, თუ დაზორვის ცენტრალური სამმართველო, ბოდიში, USAID, რატომ ასპონსორებს და მხარს უჭერს მთელ მსოფლიოში ამდენ ტრანსგენდერულ ქსელებს? კომენტარი გააკეთა თავად ილონ მასკმაც და ტესლაზე თავდასხმებში მონაწილე ტრანსგენდერებში ექსტრემალური ემოციური არასტაბილურობის მიზეზად ჰორმონალური ინექციები დაასახელა. სოციალურ ქსელ X-ზე მასკმა გააზიარა პოსტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ვანდალიზმისთვის დაკავებული 4 ადამიანიდან 3 ტრანსგენდერი ან არაბინალური პირი იყო. რა სტატისტიკა გვაქვს ტრანსგენდერულ ძალადობაზე? როგორც ჩანს, ტრანსგენდერი ადამიანის მიერ ძალადობის ჩადენის ალბათობა ბევრად მაღალია, ვიდრე არატრანსგენდერის. ჰორმონული ინექციები იწვევს უკიდურეს ემოციურ არასტაბილურობას. ეს უბრალოდ ფაქტია. შემდეგ პოსტში მან გააზიარა 2023 წლის ინფოგრაფიკა და დაამატა: ვაუ, ტრანსძალადობა ნორმალურ დონესთან შედარებით უკიდურესად მაღალია. ილონ მასკმა მომხდარზე კომენტარი იმავე დღეს გააკეთა, როცა მისმა 20 წლის სქესშეცვლილმა ქალიშვილმა ვივიენ ჯენა ვილსონმა Teen Vogue-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მას საწყალი ინფანტილური კაცი უწოდა. მასკის ტრანსგენდერმა შვილმა განაცხადა: ჩემთვის სულ ერთია, მართლა სულ ერთია. მაღიზიანებს, როცა ხალხი მას ჩემთან აკავშირებს. უბრალოდ აღარ მაქვს ძალა, რომ ამის გამო ვინერვიულო. ის საწყალი, ინფანტილური კაცია. რატომ უნდა მეშინოდეს მისი? სულ არ მადარდებს. რამდენი ფული აქვს ვინმეს, საერთოდ არ მადარდებს. ტვიტერი მისი საკუთრებაა? კარგი, ვულოცავ. ფაქტია, რომ ილონ მასკი LGBT ლობისტების დიდი ხნის სამიზნეა და მის წინააღმდეგ ყველანაირ მეთოდს მიმართავენ, მათ შორის მის შვილსაც იყენებენ. იმისათვის, რომ ეს ტრანსგენდერული შიზოფრენია და ძალადობა არ გავრცელდეს და კიდევ უფრო მეტი არანორმალური ადამიანი არ მოიცვას, პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ სამშაბათს საკმაოდ სერიოზული პრევენციული განცხადება გააკეთა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მომავალში ტესლას ობიექტებზე ძალადობას ის განიხილავს როგორც შიდა ტერორიზმს, რადგან ვანდალები აზიანებენ დიდ ამერიკულ კომპანიასო. კვირაში 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. სანამ ტესლას წინააღმდეგ გავრცელებულ ვანდალიზმს შიდა ტერორიზმის კვალიფიკაცია მიეცემა, ავტომწარმოებელ გიგანტს საკმაოდ მძიმე პერიოდი აქვს. არ დაგვავიწყდეს, ამერიკაში 3 მილიონი გამწარებული ტრანსგენდერი დარბის, რომლებიც ხან სკოლებში ისვრიან, ხან არეულობას აწყობენ ქუჩებში და ხანაც ტესლას დამტენ აპარატებს ამტვრევენ. ხომ გაიგიათ, მხედარი ცხენს ვერ მოერია და უნაგირს დაუწყო მტვრევაო. აი ზუსტად ასეა ამ ტრანსგენდერების და მათი ლიბერასტი უფლებადამცველების ამბავიც. დროებით.